სუმცირე უნდა კონდეს ადამიანს 1500 ლარი. აი რისთვის ეყოფა? აი ეს გაჭირებით ხელმოკლეთ რო იცხოვრო რა. დღევანდელ პერიოდში რო მიხვიდი მაღაზია თუ გარეთ ახლა მიდი იყიდე რამე რა უნდა იყიდო. ასე აფასებენ რიგითი მოქალაქეების საქსტატის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც 2024 წლის დეკემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საარსებო მინიმუმი მხოლოდ 10 ლარითა და 60 თეთრით გაიზარდა. წინა თვესთან შედარებით კი 2 ლარითა და 20 თეთრით შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით გასული წლის დეკემბერს შრომის უნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 260 ლარი და 20 თეთრი იყო. მაშინ როცა 2023 წლის დეკემბერში ეს მაჩვენებელი 259 ლარს და 60 თეთრს შეადგენდა. 2024 წლის ნოემბერში კი 262 ლარს და 40 თეთრს. რა შეიძლება იყოს ადამიანი? აი მე არც არაფერში რა იცება. ჩემი არ ამყოფნის და რა ეს ადამიანს რამდენი ჭირდება თვეში? აი აუცილებელი საკვები რომ მიიღოს. აი სულ ცოტა 500 ლარი მაინც რო იყოს, სულ ცოტა. რა არის 260 კი არა 450 გახდა და ეხლა მოვდივარ სამანტოფო და თვალის წამნები 100 ლარამდე მჭირდება დანარჩენი და მეყოფა? აბა გეკითხებით მეყოფა? აი საკვები რომ მიიღოს მხოლოდ ადამიანმა საკვები რომ მიიღო იგიც უარესი. რა ფასებია განაცვალა ყველაფერი. მიუწვდომელი ყველაფერი. რატომ წერენ რას ფიქრობთ ამ მონაცემებს, რა ზედაყრდნობით წერენ? არ ვიცი, მათ გონია რომ ყველაფერი კარგად არის და ყველაფერი ეყოფა, მაგრამ თვითონ რამდენი ყოფრით ის უნდა გაიგონდა, მე რამდენი ეყოფა ჩვეულებრივ ადამიანს ისე უნდა განცაცო. შენ ჩამოვედი ევროპიდან და საფრანგეთიდან და იქიდან ბავშვების შენახვა ძალიან ძვირი მიჯდებოდა. ეს ფიქრეთ ახლა. რა გითხრათ აბა? ყოველ შემთხვევაში 200 და 300 ლარი ადამიანს არ აყოფნის ეგ არის მეტი არა. ვის ყოფნის მე 270 ლარი არაფერში არ ყოფნის ადამიანს. თვითონ რამდენია ხელფასები უხროს ყოფნის სახში ოჯახში. თქვენ რას ფიქრობთ რამდენი ლარია იმისთვის რომ ადამიანმა იარსებოს მხოლოდ საკვები პროდუქტები მიიღოს? 1000 ლარი მაინც უნდა იყოს საშუალო ხელფასი რომ პენსია რომ ადამიანმა იარსებოს რა ნორმალურად. რაც უნდა რომ პროდუქტი შეიძინოს და კონდეს რომ არ მოშივდეს. ცნობისთვის საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მინიმალური სასურსათო კალათა არის კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომის უნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომის უნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების, ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების კალორიულობის მინიმალურ ოდენობას.